ზიკოსთან ეპიზოდი 2 კადრი რომელიღაცა სპონსორი კიდე არ არის Fantastic Four-ი პელეს ტიჩი ზიმ მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო თქვენ უყურებთ ჯოინერ ლუკასის საავტორო გადაცემას ზიკოსთან მე მისი წამყვანი თიკა ჯამბურია გახლავართ და დღეს დავარეაქტებთ პელეს ტიჩის ბეთლს რომელიც არის ახალი პროექტი წარმატებები ამ პროექტს ნებისმიერ წამოწყებას რომელიც ამ ჟანრს ცნაირად წინ წაიყვანს. აკაპელა ბეთლი ის რაც ყველას ძალიან მოენატრა, მით უმეტეს ამ ჟანრის მსმენელს. ნახე როგორი ამბავია შეიძლება ვიღაცამ გამკითხოს, მაგრამ აკაპელა ბეთლის მაყურებლები ჩემი აზრით ვერ არიან BPM-ის მაყურებლები. ან ორივე ერთად თუ არიან, ვაფასებ მაგ ადამიანს, იმიტომ რომ აკაპელაში ის რაღაცეები არის წინა პლანზე, რაც მაყურებელს ევასება რა. აი ყლეო და რაღაცეების ძახილი და მე მაგალითად ეგ არ მევასება. მე მუსიკალურობა უფრო მევასება ბეთლში, ვიდრე აი ესე რაღაცნაირი პანჩლაინები, რომელიც მარტო პანჩლაინებია ყველაფრის ყველანაირი მუსიკის გარეშე რა. მაგრამ ნუ ბეთლი ზოგადად მაქედან დაიწყო და რატომაც არა რა. ესეც უნდა იყოს წესით. კაი, რაც შეეხება აქ ჩვენს მდგომარეობას, ვიმყოფებით Fantastic Four-ში, ქუჩიშვილის 4 ნომერში, მე-4 სართულზე, ფანტასტიკურ ადამიანებთან ერთად. ნებისმიერი სახის გადაღება შეგიძლიათ ამ სტუდიაში. სცენარის დაწერიდან მონტაჟის რენდერით დასრულებული, ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ აქ შესაბამისი ტექნიკა, შესაბამისი ლოჯისტიკური მოწესრიგება შეიძლება ამ სტუდიის და ასე შემდეგ. გვერდით გვაქვს ტატუ და პირსინგი, შეგიძლიათ ამ ადამიანებს ანდოთ თქვენი სხეული და ისინი პროფესიონალურად მოხატავენ მას. მადლობა რომ უყურებთ ამ გადაცემას, არხი გამოიწერეთ, თხოვნა, ეს ვიდეო დავალაიქოთ და კაი, პრინციპში მეტი არც არაფერი შეგვიძლია რომ გავეშვათ. წავედით. პირველი რაუნდი, ელე. Instagram-ზე დამირეკა დიჩი მრაშვები ჯიმა რა ვახარ. საკაიფო ჯიმა, შენ ციცონ რა ვახარ. ბრატა, ბეთლის შემოთავაზება მინდა თუ ხარ თანახმა. იასნია ჯიმა, როგორ არ ვარ თანახმა. როგორც ხედავ კიდევ გაანათეთ სიმბოლო გოთემის თავზე, ალბათ მოგბეს და ფანჩები ანეკდოტების მსგავსი, ჟანრს უტევენ ყიფჩაღები არ აქვს შანსი, ყოველი ბარიში ნაარსის გარეშე, ნამდვილების სადღე გძელო შევსვი თასით, ამ სუფრაზე არ იქნება თქვენი ფარსი, ამისი შანსი არ არის. ამისი შანსი არ არის, მაჯაზე უნდა გადაგირტყათ როგორც პრასი, ეს არის ნამდვილი ბაზარი, დანარჩენ ბოსტნეულთან ერთად უნდა დაგაწეროთ ფასი, როგორც ჩანს კიდევ ერთხელ უნდა მოვირგო სუპერგმირის კოსტუმი და გადმოვიღე უჯრიდან მწვანე პუმა სპორტული, დგავარ სახურავზე, მიფრიალებს პლაში, ვხედავ ბეთლერებს დედა აქ მოტყნული, გადავტენე ყველა პანჩი ჯარის კაცებო შედეგი და ამ ბოზებში გადავხდი სუპერჰირო ლენდინგით. ყველა გმირს სჭირდება საუნდტრეკი. ბოლოს თუ გამოდგა მამაცი, მე ვარ დათვი ძარმაცი, ტყიდან მოვდივარ ბარბაცით, აქ ბანძ გარეპილს ვერ გაგილამაზებთ ბიტი. თუ გინდა სამივე რაუნდში დაგაცდით, დღევანდელი დღე ჩემთვის არის როგორც ფილმი, ჰარი პოტერი და დოკის ძმაკაცი. დათვი ჯადოქარის წინააღმდეგ, მიწოდე დონ გრიზლი, შენი ბაზარია რიჟა, როგორც რონ უიზლი, ისე ვისვრით დეტროიტში როგორც მაიკ ბიზლი, იმდენი ბოდიში ყველაფერი კარგად მიდის. უბრალოდ რაღაცეები აი რონ უიზლიზე ბევრჯერ მაქვს მონასმენი მაგალითად იგივე ფანჩი, ალბათ პელესგან, იმიტომ რომ გამახსენდა ეხლა რომ მონასმენი მაქვს, შენი ბაზარია რიჟა, რონ უიზლი და ზოგადად ეგეთი მე მგონი ჩეთია საერთოდ ბეთლ რეპის წერის დროს
ეგეთი რაღაცეები რა. Გადგამ ფეხს იატაკი. რაღაცა არ ვიცი. გადაგწევრო შემოვიდეს უფრო მეტი შუქი. შენ ხარ ფარდა მუქი. ან რაღაცა, კაროჩე, ესეთი რაღაცები ჩემი აზრით ის არის რა. არ ვიცი რა არის, ან მარტივი დასაწერი, ან რა სტილისტიკას ეხება, მაგრამ ეს ბოლო ხშირად რა დაახლოებით ალბათ მინიმუმ ერთხელ მაინც მომისმენია და სად არ მახსოვს პროსტა ცოტა გამიცისკრობდა გონება ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის ოკეი დავაი წავედით სუიბარე პირომ გამინადგურდა ღვიძლი და რატომ შევეცი ამ კინოს რა სუპერმენი და ბეტმენი როცა ვრეპავ როგორც სკეტმენი და თქვენ სულებს ვიღებ როგორც სპექტერი ორივე მხრიდან ვიცი დარტყმა ვარ ამფი დექსტერი როგორც ამფი ისი ასწორებს ჩემი ტექსტები და ლაბორატორიაში ფუსფუსებ როგორც დექსტერი ვარ ჯადოს ვარ ჯადოსნური როგორც ბიძია ფესტერი ან 26-ის ლესტერი ვარ ტრიქსტერი როგორც ჯესტერი ჩემთვის ბარების გასაღები არის ბიფი თითქოს ვიყო ჰანიბალ ლექტერი არ დაგიტოვებთ ერთ ბიტს ამ შენობებზე დავდივარ გოძილას ნაბიჯებით შევეცი ბრედ პიტს ხელში ამოვიდნენ უსახელო ნაბიჭრები მოიტანა ეს ბავშვები გაბოროტდნენ თვითონ გამოიწერეს ხარაკირი უნდა გაგჭრა ორ ნაწილად როგორც ახალგაზრდა ანაკინი აბა რა ვარსკვლავური ომები მოგინდათ რომელმა დაგეგმა ეს კლოუნების შემოსევა მიმბაძველების გამოფენა ვარსკვლავური ომები ეპიზოდი 2 კლონების შემოტევა შენ ვერ მოესწარი Battle Raps რომელიც იყო როგორც Star Wars-ი მაშინ შენ ორიანი ყვებოდა გრამატიკაში რადგან ეს ხდებოდა დიდი ხნის წინ შორეულ გალაქტიკაში შენ ხელში გიჭირავს იარაღი მე არ ვიცი როგორ გავიგო ეს ერთადერთი რაც ვიცი რომ იარაღი თურქულად ნიშნავს ყლეს ისევ მესიზმრებიან ეს ჭინკები ღამე მე არ მეშინია თქვენი ხელში დინი და სემი ეგზორცისტი ვარ თქვენი თითოში 16 ვერცხლის ტყვია დადაჟი არ მინდა მაგდენი მაქვს კიდევ 2-16 როგორც ქალი და მალდერი მე მჯერა რომ ვინც არის ბეცლავებს ვალჰალაში ვერ მოხდება ეს სიტყვები არ არის უბრალოდ პიარი ხელში უბა და ივარი უნდა აირჩიო ერთი ან უნდა აირჩიო ერთად უნდა ვიბეცლავოთ დღეს ხვალ რომ ვიქეიფოთ ღმერთებთან ერთად მაგრამ უნდა დავამთავროთ ქართული ვესტერნით საბჭოთა სპეცეფექტებით უნდა დავიწეროთ ფრაგები აქეთ ხელში ხარება აქეთ გოგია ფულს არ მოიტანდა ამაიდე ელაპარაკები პირველი კაი რაღაცის თქმა მინდოდა მაგრამ ჯობია რომ თავ შევიკავო პირველი ბეთლისთვის პირველი ვერსისთვის და პირველი წუთისთვის კარგად მიდის ჯერჯერობით ყველაფერი რაგელა პარაკო თაზე არა ვარ ვერაფერს მიახსევთ შანსი არაა რეპერები ხარ და ბარი არა გაქვთ თან მეგრელები ხარ და პლანი არა გაქვთ ბაზარი არა მართალია თუ ვინმე იტყვის რომ აქ ვარ ფულის გამო და უფასოდ არ შევიბერტყე ყური ვარ როგორც კასპელი ზაურა და უნდა ვსჭამო პური რამდენი წელი ვაკეთებდით უფასოდ მაშინ სად იყვნენ ეს ლამერები სანამ გვექნებოდა ჰონორარი განათება ან კამერები და დღეს ჩემო ხოდილზე მოხვედი შენს დაგითმობ ჩემივე მოყვანილ კრაუდს და როცა დიჩი გადამიხდის მეც მაშინ დავწერ მეც ამაზე უკეთეს რაუნდს მოდი ნახოთ პირველი რაუნდი სტეიჯში კაი პირველი რაუნდი ნორმ ცოტა boring მაგრამ some special რაღაცნაირი რა პონტია იცი არ ვიცი ეგრისი ბრალია ხე რაღაცას რო იწყებ punch-lines რო იწყებ და რო იცი რა მოყვება ამ punch-lines მერე რა ან რაღაცა ეგეთი ამბები მაქვს თავში როცა იწყებს პელე რომელიღაც ვერსს რომელიღაც punch-lines ხო და
ეგ არ ვიცი კარგია, არ ვიცი ცუდია, არ ვიცი რაღაცები გამიტრუხდა, არ ვიცი. ჩოუგდე ხმა მადე და მოდ. კაი, სტიჩი არის ახალი სახე. ეხა პელეს რო უსმენდი რეაქციებს ვაკვირდებოდი სტიჩის და არ ვიცი ვერაფერი ვერ გავიგე რა ესე პირველადი ვიზუალური შთაბეჭდილებით. რა შეიძლება გააკეთოს ამ ბიჭმა? ნუ წარმატებები ყველა ვარიანტში. ერთი ყველაზე ნერვების მომშლელი რაც არის პელეს ფეხსაცმელები, რომელიც იატაკთან შეხების დროს აი ძალიან გესმით ალბათ. ან კალათბურთის კორტია ჩვეულებრივი. კარგია ძმა ორიგინალი ფეხსაცმელები რო გაცვია, მაგრამ აი მაგას თუ ვინმე რა ვიცი რაღაცა ცოტა ნევროზული დამოკიდებულება გაქვთ ხმებთან ან მანქანის ხმები გაწუხებთ ან რაღაცის, აი ეგ უეჭველი ტვინს გაგიღუნავთ რა, იმიტომ რომ ძალიან ისმის. ხო და სამომავლოდ ალბათ გასათვალისწინებელი ამბავია რომ სნიკერები არ ჩაიცვას არტისტებს. რატომაც არა, ვაფშე ფეხტი ყველა. კაი, წავედით სტიჩი. ყველა ოპონენტს ეუბნები რომ შენი ფანია. მაგაში მართლადებს მართვალი სიმართლის. ვიცი მეც მეტყვი, შენ ჩემი ფანი იყავ. დიახ, ვიყავი. მაგრამ გავიდა დრო, დღეს ვარ ვიზავი, მეთქმის მადლობა, თუმცა რთულია ვაღიარო, რომ იმ პელესგან რაც დარჩა არის მარტო გრაციანო. მახსოვს პირველად როცა გამოჩნდი, ბომჟის მანზე, მაგრამ ფანჩების გამოფენა. წვერი ხავსივით ალბათ არც ქონდა ჩოთკი და დომინოს ეფექტით სულ ყველამ ჩამოგწერა. იზი. არც განათლება და არც დიპლომი. ამ college dropout სეზონით წაუღია, მაგრამ როგორც კანიემ პრაიმში აურია. ბევრი მოიცა ეს ეტაპია კაცო. როგორც კანიემ პრაიმში აურია. ბევრი გეძახის ამ ჟანრის გოუს, თუმცა გიგულს შემატკივრო რთულია. როგორც კანიეს ებრაელები ჩვენც არ გვევასა რამდენი ურია. ხო და მისმინე და რასაც გეტყვი შეიფერე. მე მინდა ძველი პელე, ვინტაჟი თესლი პელე, ლურჯი ჯემპრი, მკლავი მაღლა, იზდი ღმელი პელე, არა ახალი პელე, ნიკის ნაჯვამი პელე. ერთით ნოლი თუ გავაგრძელო. კაი. მე მინდა ძველი პელე, ვინტაჟი თესლი პელე, ლურჯი ჯემპრი, მკლავი მაღლა, იზდი ღმელი პელე, არა ახალი პელე, ნიკის ნაჯვამი პელე, მოსესთან რაცქენი ეგრითმა ხო არ არის პელე, 20 თვრა მეტის პელე, იანგმაი კის პელე, ბოზო ჩართე ტიკტოკი, მე მინდა ის პელე. რას მეტყვის დღევანდელი მარტო ძველს ქონდა ფანჩები. ახლა მთელი რაუნდი მკითხაობს ოპონენტი რას ეტყვის და გამოიცნობს კიდეც. ბიჭო, კაი, ნახე ერთ წამით. კაი ბიჭია, აი სეტაპი რო იცის რას ნიშნავს და პელეს რო ებეტლავება, მაგედან გამომდინარე, უკვე კაი ბიჭია რა. რაც შეეხება აი ვიზუალურ ნაწილს, რაზეც ძირითადად არ ვიცი, ალბათ ერთი 10 წელში, 5 წელში დაიწყებენ ყურადღების გამახვილებას იმაზე, რომ ვიზუალური ნაწილი ძალიან გადამწყვეტია, როდესაც კამერასთან დგები. თუ ხარ მსახიობი ან უბრალოდ კამერასთან უნდა გამოჩნდე, ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალურ მხარეს რა. გადაღების კუთხით არაფერს არ ვიძახი. ანუ ძმა სტიჩიზე მაქვს ამ შემთხვევაში ლაპარაკი, აი და მოძრაობები აქვს ცოტა რაღაცნაირი, მე მაგალითად ცოტა მე ნერვებ მომშლელი გაიჩითა ჩემთვის. ანუ თითქოს ნახე სტიჩი არის აქ, ეხა პელეს მაყურებლები მოვიდნენ, ვიღაცებმა ეს ვიდეო ჩართეს და უნდა უყურონ სტიჩის. სტიჩის ერთადერთი მოვალეობა უნდა იყოს, რომ ამ მაყურებლებს, ვინც პელეს გამო ჩართო ეს ბეტლი, ელემენტარულად თავი მოაწონოს. ამის ძახილი არის აი ძალიან ცუდი ფაქტი. ამით დავიწყოთ. მეორე, ყველა პანჩლაინზე სიარული იქეთ-აქეთ და ეს ხელების ჩამოშვება და ესეთ რაღაცები, ჩემი აზრით, საერთოდ არ არის დადებით კონტექსტში არ იხსენიება ალბათ. ან როგორც ქერექტერი, ან
სტიჩი, როგორც სტიჩი, აი სახელი და გვარი არ ვიცი ამის რა ქვია, მაგრამ როგორც ქარაქტერი სტიჩი, როგორც Battle MC, ჩემზე დადებით შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს. იმიტომ რომ რაღაცა რო არ ვიცოდე საერთოდ Battle MC, ქცევიდან გამომდინარე მეგონებოდა რომ აი ძალიან ბევრი ბეთლი აქვს მოგებული და ძალიან სახელიანი ის არის რა, Battle MC-ა. ეგრე მეგონებოდა, მაგრამ მე რო ვიცი, რომ რა არის გამო ჩაირთო ეს ვიდეო მასაში და რა ხდება, ცოტა მექრინჯება რა. მაგრამ ეს სასცენო გამოცდილება, რომელიც არ ვიცი სტიჩის რამდენად აქვს, მაგრამ ყველაფერი დახვეწადია. რასაც ვისმენ ჯერჯერობით კაია. ნუ ამ რაღაცა შეფასების გარდა ეხლა რაც გავაკეთე. წავედით. თვითონაც კარგად იცი სადაც შეცდა. ჟიური იტყვის რომ დამახვედრა. კი მე ჩაგაჭერ სადაც ჩაიჯვი და თუ არ მოგწონს არ ჩაგეჯვა. ხომარტივი. Makes sense. პრობლემა არ არის რომ ერთთან ხდებით. თუ შეთანხმდებით ბოლო წამს აღარ დაასტოპო. შენ არ გინდოდა ძედაყველი და იმდენი მძღნერი ჭამა შეგიძლია აწარმო. ქურუმას თემაა. ვნახე ვიდეო 4 დღე რომ ბაზრობთ. უამრავ კითხვას ბადებდა თავში. მაშინ ჩემ კუმლის ნიკი სლოურო ასე საქვეყნოდ არ წვენდა ხალხში. ყლეხა რო გითხრა და ყველა გაჩუნდა და შე დროისვლა გაჩერდა კადრში. ნუ თუ დიად პელეს იქ დაავიწყდა როგორ უნდა დაერტყა ფანჩი. მაგრამ ამბობდი რომ იზამდი. როცა ენემი შეექმნა მსგავსი მომენტი, იმან მოარტყა მიზანში. შენ მაშინ იძახდი, მეც დავარტყავდი. შენ მაშინ იძახდი, მეც დავარტყავდი, მაგრამ ვნახეთ რომ არ დაიჯერება შენგან ნათქვამი. იმ დღეს გაგინა KMC-მას და მეც მომიდა მეგინებინა, როცა ერთად გნახეთ ლაშა გელაშვილის ვიდეოში. მაშინ ჯერ კიდე ფანი ვიყავი, რასაკეთებდა ვგიჟდებოდი. ვუყურე პირში როგორ უღიმის და სიმწრით ვიცინი არა და მახსოვს რაც აკადრა 2 კვირის წინ. ბიჭო, კაი სეტაპი აქვს სხვათა შორის, რასაც უსმენ, კარგად მიდის. რაღაცა სადღაციდან წამოღებული, აი მე ვარ რაღაცა მუჰამედი და შენ თუ მოხვალეს იგი მთახარ და რაღაცები არა აქვს. ნუ ნორმალურ IQ-ზე დაყნობილი ფანჩები აქვს, რაც ჩვეულებრივი მაყურებლისთვის ალბათ გაასწორებს. ხო. კაი, გავაგზავნოთ. არც უფიქრია ამის დრო არ არის ჯერო, მაგრამ არასდროს ქონია პრინციპი. არა იყო ვერ მიხვდნენ. დაიგიდე შენ ხომ მიხვდი კაცო. შევკრავ მასალას. შევკრავ მასალას. არ მინდა რამე ზედმეტი იყოს. კიდე რა არის გასათვალისწინებელი ძალიან. პირველი ნაბიჯი, რასაც გასწავლიან სასცენო მოქმედების დროს, არის ის, რომ ხალხს არ შეაქციო ზურგი. ამას სტიჩი აკეთებს ძალიან ხშირად. და ეს ლებრონის მოძრაობებიც თავიდან ვიცინე ვიხალისებ, არა, მე რაღაცა ძალიან რაღაცა მექრინჯასავით. ბიჭო, კარგია, პირიდან რაც ამოდის, კარგია, ვიზუალს ვერ უხამებ. არა, ოკეი. მეტი იყოს ჩაკვეხებული. ვისწავლი ტექსტს და 2 დღე არ არის გასული, ახალი ყლეობა გაკეთებულია. ძალიან ნახდა დამართლებ იმ ფრისტაილს, რაც ყველა პოდკასტში იბაზრე. იქცევი მართლა პრარაბისავით ყოველდღე მასალას მიმატებ. ვერაფერს სწავლობ წარსულისგან, ამიტომ იგივე აწმყოს განიცდი. შენ ხარ ლოთი და უკან არ იყურები, ამიტომ ყოველთვის გაკლია მარილი. ფლოუ არ აქვს, მაგრამ თესლი ტექსტია. ესეთი ხმა კი არ შეშინებია. ბიტი ყველას ბრალია პელეს გარდა. უყარხარ და პატიობს დარბაზიც. კანი შავი როგორც ნახშირი, მაგრამ ზეწოლის ფონზე ვერ ხდები ალმასი. ამიტომ მე შემიძლია რომ ყველა ბარში ფანჩი ვიბაზრო. შენ ნახევარვერს იმას დაუცმობ, შენი ქცევისთვის თავი იმართლა. სკოლაში დარჩი და სწავლას მიხედე თუ ამ რჩევას ბავშვებს ტრეკში აძლევდა. ჯობდა შენ სკოლას და სწავლას მიყოლოდი, იქნებ იგესწავლა ხელისაწეო.
რა შთაბეჭდილება დამრჩეს შენზე? ყველა მსურველს შეუძლია თავზე შეგდგეს. შენ სხვაზე მეტ მხატვრულ ხერხს ამატებ ვერსებს, მაგრამ რო გესმოდეს თემა ვერ დაგიწერდი ესე. და ოკეი. არ გიყვარს სიტყვაზე ჭხუბი. შენში არ შედის ეს ძველი თბილისური შემართება. ბოლო-ბოლო როგორც რეპერი მეც მაგრამ ევასება. მაგრამ მოდი ხარ ბეთლზე და იმიჯს იქნი რომ შენ ხარ დამტყმელი და ეგ უფრო დიდი 100 წელვაა ვიდრე მოსესთან რაცქენი. აი ძალიან შედის იქი დილეია. ორი წამი კითხვა მაქვს რა. პელესანმა კითხვა. ეგ რა იყო? ანუ პირველად რომ ნახე გამოვშტელი. ეს პანჩი არ არის, ანუ სვეტში მაინტერესებს ეგ კვლეობა რატო ქენი. მართლა. არ მეუბნები. იმედია დღეს მაინც აპირებ გარითმოს. თუ არა და არც ვიცი რა გითხრა. ცალხელში მიკროფონი, ყურზე საყურე და გაბეცეთ მონოჰოლში შენ და მაიკლა. ეყოფა. მოდი ეს რაღაც სიმხურვალე არ გავანელოთ და პირდაპირ ყელე მეორე რაუნდი. ოკეი. კარგად მომზადებული ზმა გაიჩითა ყველაფრის და მიუხედავად. კაია, ნორმ, მაგრამ რაღაცა ძველ ვაიბებს როცა უკვე დანერგილი არის რაღაცა და ამაზე უკეთესი უნდა გააკეთო, ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესი უნდა გააკეთო. თუ იმეორებ იგივეს, მაშინ ეს სასტავი, რომელიც 2018-19 წლებში უყურებდა აკაპელა ბეთლებს, ეს სასტავი მაღაზია გაზრდილი და რაღაცა შეცდომებს არ გაპატიებენ. შესაბამისად, ამ პროექტსაც ეტყობა ეგ ამბავი, რომ თავიდანვე ნაფიქრია მაგაზე და კაია ეგ. კაი. წავედით პელეს მეორე რაუნდზე. Yo. თქვენ თუ იცით რა სერითმება სტიჩი? მართლა. დოკი არა და მეორე ბიჭი. ეცე. უკეთესი ნიკისთვის არ ქონდა ნიჭი. სნიჩი. კრინჯი. ამ ბავშვებს სიხარულს მოუპარავ როგორც გრინჩი. და კიდევ იცით რა სერითმება სტიჩი? აქ არ იქნებოდი რომ არა დოკი და დოკი აქ არ იქნებოდა რომ არა დიჩი. ბევრისთვის ბეთლი არის უბრალოდ დრამა. სამწუხარო ჩვენთვის ეს ხალხის ნაწილმაც ჭამა. იქცევიან ბავშვები ვით ყველა ოცნებებში მიფრინავს. იქამდე არ აღებენ პირს, სანამ არ გაუკეთებ ფიფრინავს. კომპლექსები ადამიანზე ლაპარაკობს ბევრს, მათი მუქარასას აცილო ჟღერს, ყველა თავის პონჩი რაღაცას წერს, მაგრამ თქვენი დრილის მენას მირჩევნია ვუსმინო დრელს, ვანაცვლებ დილის მენას, რადგან ჩემი სტილის მენას უნდა სკილი ენა მდიდარი რომ წყვილი სქემა გახდეს უფრო მსხვილი თემა და იმის მენას რომ ბაიტერი დაწერს ჩემი სტილის სცენარს, რაც გინდა დაარქვი ბუმბები თუ ტრეპი, რადგან ყველა ბიფის ავტორი ვერ იქნება შეფი, მათი რეპთან ქიმია როგორც ლიმონათი შხეფი. ახლა ნახავ როგორ უნდა გავათამაშო ბლეფი, შენ ხარ გაზონის ელფი და ჩემთან თუ გინდა სელფი, მე ყოველთვის დავბრუნდები როგორც დომენიკ მერფი. Yo. შენ თუ დაგევასა პანჩლაინი, ხალი გარღვევა ვიპოვე, რადგანაც დომენიკ მერფი ვაფშე არ არსებობს, მე გამოვიგონე. ზუსტად ასე შვებიან ბანძი რეპერები. იმის მაგივრად რომ რამე თესლობა იფიქრო, შეგიძლია გააძრო ნებისმიერი რაღაცა, პროსტა ლაინის ბოლოში უნდა იყვირო. და თუ რეპავ ბიტზე და გინდა რომ რამე მნიშვნელოვანი თქვა, მაშინ უბრალოდ ესეთი ფლოუთი უნდა ქნა. Yo. უმი ჰიპ-ჰოპი უნდა შეჭამო ცოცხლად ვერ დაღეჭავს ამას ფეიკი. მე ვასება ცოტა სისხლიანი სტეიკი. ზოგი არის ტრევის სკოტი, ზოგი დრეიკი. ამ სოფლელებს ვატერორებ როგორც რეიკი.
Yo. Wi-Fi არასოდეს არ მთავრდება ნიჩია, თქვენ ხარცხვრის ფარა, კბილში გამეჭხირა ჩიჩია, yo. ინტრიგანი ტიპები ეძებენ პრიჩინას, ამ ბიფის ნაწილისგან ზამთრისთვის ვაკეთებ ვიჩინას, yo. მიდი გადმოვალაგე ჩემი წარსულიდან ბინძური თეთრეული. იმდენად შემეშინდა დავეცი. მომიყევი ჩემ ცხოვრებაზე ფაქტები, რომელიც მე თვითონ არ ვიცი. მიმახვედრე ისეთ რაღაცას, რომელიც მე თვითონ ვერ გავიაზრე. ფაქტები, რომელსაც იმდენად უმალავდი, რომ სადღაც ინტერვიუში ვიბაზრე. ისევ შევურიგდები ნიკის. შევურიგდები ნიკის, შევურიგდები ჭიას, ისევ დავждები პოდკასტში და გავაბოლებ ტრიაქს, ჩავუჯდებით ნარუტოს მე და ჩემი ძმა გელა და ვისაც პრეტენზია გაქვთ, ტრაკზე მაკოცებთ ყველა. ამას ვიზა მიქამდე სანამ ჯოჯოხეთში ცხელა, ისევ ჩავაქრობ შუქს, შევარდნაძე თეთრი მელა თქვენთვის საშიში ვარ როგორც ფილმი წყევლა, მოჩქარეს მოუგვიანდა და საქმე აკეთენ ელად და სანამ ტვინებში ბნელა, აღარ დადო მეტი ფსონი, შენ გონია რომ ხარ თესლა, მე ვარ ტომას ედისონი, მართლა მინდა რედისონი, ტყუილად არ მithქვამს ეს, მინდა კარგად ვიყო დღეს, შევეცი სიღარიბეს, სანამ ეს კულტურის აფთრები ელოდებიან ლეშს და მატენით მარტო თრეშს, მოვითხოვ მარტო ქეშს, კიდევ მინდა გავიმეორო ეს, მივმართავ ოპონენტს, მივმართავ კრაუდს, როცა დიჩი გადამიხდის მეც, მაშინ დავწერ მეც, ამაზე უკეთეს. მეორე რაუნდი სტიჩი. მე არ მაქვს ტრეკები. არც არასოდეს მისდია ჩაწერა. ვიცოდი მაინც არ შემეძლო ბილბორდზე შენი გასწრება. აი. მე ჩემი საქმე მაქვს. ვაკეთებ იმას, რაც მე ვასება. ვარჩიე თავი ამ ქვეჟანში მეცადა. არც რეპერი და არც პოეტი, მაგრამ მე როლექსი დავდო, ეგეთ ვერსაჩი ერთს ნახავ. ჩემი კარგი. მაგრამ შენ ხო გაქვს ტრეკები? ნამდვილი ჰიპ-ჰოპის როკსტარი. პლეილისტების ტოპ-10, კლასიკოსი, მოცარტი. პელე ამ სფეროში სტაჟიანია, მასთან მე შანსი არც კი მექნება. ისეთი მაგარი ალბომი დადროპე, რაც არ უნდა სადო არ ისერჩება. არ ისერჩება, სვეშიან, დასერჩეთ. როგორ არ ვცადე მეძებნა? რა უნდა მაჩვენოს ამის ტრეკებმა? მეტაფორა შედარება თუ პარალელი, მაგრამ ვერსად გადამეკვეთა. არავინ უსმენს. არავინ უსმენს, არავინ იცის, ბოლო-ბოლო სატრაკში ვნახო და ისევ შენს ბეთლზე გავიგე, რას თქვი, როცა დაგცინეს მაგის გამო. ეხა ნახე. წერე ტრეკები რამდენიც გინდა. მსმენელი შენთვის არ მოიცლის. სასაცილოა პელეს ვაგდებ, მაგრამ იგივეს არ შვება ალგორითმი. რაიც. ბოლოს როგორც იქნა ვიპოვე. წერტილმძიმით მომიწია დასერჩვა ველში. იმდენს გაქებდნენ კლასიკას ველოდი და როგორც ანანის კარგი რამე არ შემჭა ხელში. თან მეცინება, თან ვუყურებ, თვალებს ვერ ვუჯერებ და ვაშტერდები. ტრეკებს დაარქვა ქეირო, ხვედეს და სინი ზუსტად ეგეთი სახელები. ყურე, ლიმბო. რაღაცას ვერ წყვეტს. ალბათ სლოტების ტრიალს. თვითგანადგურების რეჟიმი. რით დაგეხმარო ძმაო, რა შემიძლია. ინფერნო, კაცი ჯოჯოხეთში. კაცი ცოცხლად დაიწვა ჯოჯოხეთშია, ნამყოფ, მაიცა კაცო. კაცი ცოცხლად დაიწვა ჯოჯოხეთი აქვს ნანახი, მაგრამ შემდეგ ტრეკს ფენიქსი ერქვა და დავწყნარდი. ალბომი სავსეა კლოუნის ცრემლებით. მატრიცაში ხარ გაჭედილი, ერთფეროვნებას ვერ ცდები. მეგონა უსმენდი ემოგოგოს, ნუ უსმენ ხალხს გაშალე ფრთები. ამას ხო გვეტყვის ინფლუენსერიც. შენ თავს არ წმუნდებ, მაგრამ დაღალე სხვები. ეგ ფრაზები მხდება საგიჟეთში. რიჟაზე დახატული კაცის ფონზე. ოდნოკლასნიკზე 5+, Facebook ჯგუფებში кайფობენ. ვერაფერს გვთავაზობ უფრო ღირებულს. შენგან ფილოსოფიას არ ითხოვენ. ნუ ცდილობ განაცვიფრო წიგნის ჭიები, ეგ პოპულიზმი დაიტოვე. შენ უნდა იბლატაო და ხალხი იღადავე. ნახე, კიდე ძალიან ბევრი ჭრა არის თვითონ ვიდეოში. არ ვიცი ეს რის გამო ხდება, მაგრამ ჩემი აზრით არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ნებისმიერი სახის შეფერხება ტექსტის არ დავიწყება, რაღაცა ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა გააკეთოს ჩემი აზრით. ბეთლის დროს უნდა შედიოდეს შეფასებაში.
რავი, აი ხარ ზურგით რომ იტრიალდეს და რაღაცა ყურში რომ ჩაუჩურჩულოს ვიღაცას და იმაზე იცინონ, ნებისმიერ რაღაცა. რაღაცები ჩემი აზრით არ არის დატოვებული, ბევრი რაღაცა ამოჭრილია. შესაბამისად, ესე უკვე დამონტაჟებულ ვიდეოზე შეფასება ცოტა რთულია. გაგირთულდება, იმიტომ რომ არ იცი რატო ამოიჭრა რაღაცა. ამოჭრებზე რაღაცა გამახსენდა. ვისადარდებს წინასწარ ხო ეგ აგინდა ვისადარდებს წინასწარებს მორიგი პაცანი ნაცადი უამრავი სიტყვა და არაფერი ნათქვამი არ ხარის ვისაც აქ რაღაცის მარაგი გვინდოდა მოგწონებოდა და დაიყარა ამ ხალხის ფარხმალი ბესლებმა ჰაიპი გაჩუქა სურათებს გთხოვენ დაიწყეს შენი გაპიარება გაქ რეაქცია მაგრამ ამ სტატუსითაც არ შეგიძლია აზრის გაზიარება ხო და კარგი მაიც მაგრამ ხო და კარგად ჩაიცვი გაიზმანე. სანამ გამოხვალ, დაიბანე, დაივარცხნე. აიცა, არ დავსინი, მოიცა. კარგად ჩაიცვი, გაიზმანე. სანამ გამოხვალ, დაიბანე, დაივარცხნე, შემოვარდი პერფორმანსით. იცეკვე ბოზო გაგვართე, სანამ ბეთლი მორჩება. ისექენი რომ შენც მოგეწონოს, რადგან ეს უნდა იყო მთელი ცხოვრება. მე რა უფრო მეტი შეგვიძლია მგონია მეტი მაიცამ ბაზარი არა დამაკლეთ პერფორმანსში ყველაზე მკიდია აქ ალბათ ყველას მაგრადევასები მაგრამ არავინ იცის ტრეკში რა გითქვია მე და შენ ზუსტად იდენტური შედეგები გვაქვს უბრალოდ მე ჯერ არც მიცდია ოკეი იქნებ დაიკიდა, პროსტა ბეთლავ და მაგარი კიდია შენ ვინ გახსენა. უბრალოდ რომ თავისი ჭია გაახაროს, ესეთი კაცია ჩვენი ძმა. ისე იქცევი, თითქოს არჩევანი გაქვს. თითქოს ფეიმი კიდია, მაგრამ გიყვარს სპორტი. ძალიან გინდა იყო კურტ კობეინი, მაგრამ რასაც გიგდებენ იმას კორტნი. ლაპარაკობ მატრიციდან გამოსვლაზე, მაგრამ შესაბამისად არ იქცევი. ვთვლი რომ მატრიციდან თავის დასაღწევა დაგეხმარება საიფერი. არც მან არც მანდებ ისეთ საამაყო ხარისხს უთითებდე და ამბობდე ჩემს ავიწერეთო. ენერგეტიკულ ჭკუას არიგებდი მე დამიჯერე და ვერ დაგიჭერენო. ფაქტია მარტო პონტისთვის ვარ გიხარ, მუსიკის კეთება არ იცი. ამ ჟანრის მონახარ ყურმოჭრილი და მაინც ვერ გახდი არტისტი. კაია რეაქცია, კაი. ოკეი. შენ ხარ კარგი ბეტლ MC bro. შეგეძლო ჩვენზე დრო დაგეხარჯა ტექსტი დაგესწავლა, მაგრამ დაგეზარა და დაგეკარგა წოდება. ტოტო იმდენი დაგცინა, ძროხებს ყნავო, ბოლოს შეწყვიტე მოგება. არ ვარ ენაისი რომ ვიძე მეღადა ბოდიში. აიცა რა იყო. ჩემთან ამაღლებაც ვერ მოგიტანს გამარჯვებას დატოლებით. მე ვასრულებ კრეატივით, აზროვნებით. შენ რომც იყო დათომეზი, ჩემს წინ გაბეცვისაც მაინც ნათიას ხელა გამოჩნდები. არ მბოჭავს ეგ ბანალური ჩარჩოები. ვრეპავ დიდ სურათზე, როგორც ნახატი ჰოგვარტსიდან. შენ ისეთ ვიძე ხარ, რომ ჩაუარო თვალს აგარიდებს მონალიზა. კონტრას უთხარი, ჩემს ალბომს მოусმინე და მაღლა ახვალო. მაგ ტყუილის გამო დღემდე ვიტანჯები. ადრე მეც კონტრასტანზე ვიყავი. მერე მოვусმინე და მაღლა კი არა სიგანეში წავედი. მონტანამ დაგცინა, სტაფი აღარ დარჩა, იმდენი გამცირა, ჟიური მხმამიცა, შენ გაიბუტე და როგორც გშვევია ვლოგებში ატრაკებდი. კაცობა გეყოს და წაგებაც აიტანე, შენ და ფანები დაირაზმეთ და ჟიურის აბრალებდით. რო დაიბადე და ტირილი დაიწყე, მას მერე არ გაჩერდი. არც აგიხსნა ვინმემ და არც მოусმენდი ვინმეს რო ეთქვა, რო შიგაკ და შენში რეპი კი არა, შენშია პრობლემა. აიცა დღეს იგივე აღარ მოხდება. რეპავ ზურიკოს გროტასკის და ენაისის გვერდით. ეგ მაშინაც მიზეზი იყო, თორე შენ რა იცი რეპის. მონტანას ხმამისეს პოტენციალისთვის. შენკენ იქნებოდა დედამიწის ცენტრი.
გეტყობა twin-იც რო ცენტრში ჩატოვე. გააჯვი ეხლა ჩვენ სხვები გაგვართობენ. თუ კიდე ვერ გაიგე რაც გეუბნები, დავაი ნახვი პროექტი დატოვე. თურმე არ ქონია ჯეილოს ტრაკი. რა ეწყინა? ჟიური შეცვალეს და მაშინაც ვერ იგებ. თამადა კი არა, სიმღერით მოგიგებ, ჟიური რო იყოს მარინა ბერიძე. всё, რაუნდი. მაური. კაია, საინტერესოა პირველ რიგში. ბევრი აქვს ძალიან ნაფიქრი, ესე ვფიქრობ სტიჩის თავის ტექსტებზე, ცოტა აქვს ნაფიქრი პერფორმანსზე. რა შეეხება თვითონ ბეთლს, აი არანაირად არ ჩამოვარდება პელეს ესე ვიტყოდ. მესამე რაუნდი, ელე. იო, ჩემი ტრეკები არის ერჩება, მსმენელი ჩემთვის არ მოიცლის. ისეთები იბაზრი აქაურობა დატოვე ორსული. ბებია შენისა მეც ხალხის უშენს გამოა მოსული. ეგეთი რაღაცის მოწევას მირჩევნია გავიკეთო შპრიცი. იცი რა ტეხავს? როცა ხარ ჯენზი და ოდნოკლასნიკები იცი. მოსესთან მეც დამავიწყდა ტექსტი, მაგრამ ეგეთი რაღაცა არ მიკადრია. იმიტომ რომ ესეთი არის თამაში. სად მივხვდი რომ არის ჯენზი? 5 წუთი ვერ გაძლო ტელეფონის გარეშე. მე გავაკეთებ gun bars. ფეხებზე მკიდია როგორ მიიღებთ ამას. სანამ პარაბელუმის გვირაბის ბოლოში სინაცლეა. მაგრამ მე არ ვატარებ იარაღს. თქვენ რასაც რეპავთ ხო ყველაფერი სიმართლეა. მე გადმოვიღებ დიტოპს, ამ ცხოველებს დაეწყოთ მანდრაჟი. მიწოდე სტივ ჯობს, ყველაზე მდიდარი ლექსიკა ქალაქში. არა, სტივ ჯობს, ყველაზე ძვირფასი ტექნიკა მარაკში. არა, სტივ ჯობს, რადგანაც დავიწყე გარაში და დღეს მე ვაკეთებ ჰიპ-ჰოპს, ყველაზე ლეტალურს თამაში და რახან მიხსენე TikTok, მაშინ ნახოთ რა დევს ჩემ ჩანთაში. მეკითხებოდა ბევრი, ვისთან გაქვს ბეთლი? ვის მფარველ პლანეტაში შევიდა სამხედრო ეტლი, მე ყოველთვის ვამბობდი არ ვიცი. დოკის ზმაკაცობა იყო ერთადერთი პრესტიჟი და ერთ მშვენიერ დღეს ჩატში მოგვივიდა ამ ტიპის მესიჯი. დათაგულია დიჩი, გადავწყვიტე ჩემი სახელია სტიჩი და ბანერზეც დაწერეთ ასე, ანუ იგივე სახელი, რაც უნდა დავწეროთ საფლავის ქვაზე, მე მოვედი აზრზე. მე შენ გაჩუქე სიცოცხლე, გაჩუქე მსმენელი, გაჩუქე მნახველი და რა პასუხი უნდა გამეცა თქვენთვის, ერთი კვირის წინ თვითონ არ იცოდა თავისი სახელი. შენი ბაზარია როგორც ლილო, მაგიტო დაირქვი სტიჩი, შენებური პანჩებით არ გაწყობს კლინჩი, მაქსიმუმ თუ ამ თამაშს უპოვე გლიჩი და მიძახე ბრუსლი, მეყოფა 6 ინჩი, არ მეყოფა 6 სტიჩი, რომ გადამიხადოთ მართლა საკმარისი, მართლა არ არის საკმარისი 6 დიჩი. მართლა არ არის საკმარისი 6 დიჩი, მოსკამ თუ სკაიერეს საჯობა ერთი მარცვალით, გროტასკამ ნიკისთან რაც გააკეთა ჩინელებს არ უნახავთ მაგდენი ბრინჯი. და რამდენი ყოფილა ეგეთი კრინჯი, რომ შეურაცხყვეს ბეთლ რეპის მასიური საგვარეულო, ბიფს მოაკლდა სიცხარე, მოვიტანე აზიური სამზარეულო. Yo, ეს ველური სტილია მიქსია ინგრედიენტი X და ველური მოცვის ეს ვასაბი არტოვებს ოფციებს ლოცვის ეს ყასაბი გაწვდის ამ პორციებს ხორცის ეს ლაინები როგორც კაი კოქსი და რყმები გეგონება ტაი ბოქსია მათი სამყაროა ტოი ბოქსი და მეც ვანგრევ როგორც როი ჯონსი და ბაიტერის ნათქვამი სიტყვები არასდროს შეიცავს ნეიროტოქსინებს მეც ნეიროლინკივით გადახლართულია ინფორმაცია ჩემს ინტელექტში წლების მანძილზე რაც ჩვენი შევქმნით თქვენ უბრალოდ დასერჩეთ ინტერნეტში ყოველი რითმა ყოველი საუნდი, ყოველი სიტყვა, ყოველი რაუნდი უწევდი სიმძიმეს, ალი დაუდი დარტყმები, ტეკენი, სამი პაული, გალაქტიონის ფლოუს, ვასა წყაული, რითმები ივენთის დღესაც სწავლი და დღესაც ამ ჯუნგლებს აუვლი, ჩაუვლი, როგორც მაუგლი, ვარ რეალური ლეგენდა რაული და ეს პანჩებია სასწაული, მიწოდე რაული თუ თარაული.
ვერბალური ბრაული სიტყვები თუ არ სითხები დართმაული თქვენ ხართ ვირთხები ნაცისტები ზანგბაული ვარ ჯი როგორც მაი ვიდეო პაპიროზი მომაწევინე კრაული Yo რაღაცნაირად გონია რომ დიდი ხანია აქ ეს ყველაფერი პელეს. ეხა რაც ითქვა რა და მოიტანა ამ ბეთლზე. ფლექსი იყო რა შეუძლია როგორც შეუძლია და რითმი იყო ისეთი როგორც არ გვინახია პელესგან. ჩემამდე ეგრე მოიტანა ქვეცნობიერმა. კაი, წავედით. პაუნი მესამე რაუნდი დავდივარ წრეებზე როგორც აუდის ლოგო ვერ აუდის მტვერს როცა ვარტყავ წრეს თვითონ აუდის დაუძახეთ აუდიც მე არ მიჭირავს ყველი გავდის მაგრამ რაც არ ქექიას ხელში ამ ქვასაც კი წვენი გაუდის ვაყომარებ 24 საათში როგორც ჯეკ ბაუერი ჩვენი underground flow როგორც ჯორჯიან water and power-ი ჩემი პატარა ძმები ისვრიან როგორც ზიგზაუერი სანამ ეს ნუბები დასდევდნენ ქილებს მე ბოლომდე გავფრუში ამათი თაუერი თქვენი წერის ტექნიკა და მწირი ლექსიკა ვერ მაბოლებს სულ რომ გავიკეთო შპრიცით დაწყებული არ გაქვთ ლაინი და მთავრება უკვე როზეპირად ვიცი და დაგისვამ კითხვას თუ გინდა თამაში და ვიძახი სიტყვას რომ თავს დავანებებ რეპს თქვენ თუ გამოიცნობ ჩემს შემდეგ რითმას Yo შემოვიდა ძია აქ მიაგნო სვიას და გვამები ყრია გარშემო და შენ ქშია ეს სტილი რომელსაც ნამდვილი ქვია მაშინ ჩვენ შორის მოციქული გახდეს თქვენ გამოიცანით ჩემი რითმა და მე მგონი გავბანძდი ხალხში უბრალოდ როცა ვრეპავ ტყვია არის პირველი რაც მოგდი თავში მოკლე და ლაკონურად მესამე რაუნდის ტიჩი. გზელი არ მახსოვს. ოკეი. უკვე თვენახევარი წამართვი. ეგ დრო უკან აღარ ბრუნდება. ინტერვიუები, პოდკასტი, ბეთლები თითოს მინიმუმ საათს უნდება ეგენი ჯანდაბას, მაგრამ არ გაპატიებ რომ შენ გამო მომიწია ნარუტოს ყურება. თავიდან მეზარებოდა ამდენი ეპიზოდის წამოწყება, მაგრამ მალევე ვნახე კადრი, რომელმაც მოგცა შთაგონება. მოკლედ, კაი კადრია, კონტექსტისთვის არ გამოვა რომ არ გაგაცნოთ. სასკე და ნარუტო დააყრიან და საკურა აშველებს რო არ გავახოს. არადა ისეთი გაბრაზებულია, რომ იწვდეს ალბათ ცოცხლად დაახჭობს, აქედან სასკე ეტყვის ხალე ხარო და ნარუტო პასუხობს ხომ არა რატო? ნარუტო პასუხობს ხომ არა რატო? მაგრამ შენ ხო ეგ თემა დაიკიდე, აღარ გადარდებს. თუ გინდა ჩამთვალე ტრანსფობად, მაგრამ ასეთებმა რაც არ უნდა მოიბან, მაინც ვერ ხედავ მათ კაცობას. ბეთლზე იცი რაც მოხდება, მინიმუმ არ მოხდება. ადგილზე რაც უნდა ეთქვა, ვერაფერი იქნა და გულში რაც ედო, როგორც ჯიუნამ ბეთლზე დაიწყო ამოღება. სად იყავი, მოიცა? ეი, დავა როგორც როგორც იცი რა? სად იყავი, როცა მთელი დღე გეძებდნენ, კამერის გარეშე რატო ვერ შეგხვდნენ? ტიპი მთელი დღე არსად გამოჩნდა, მაგრამ როგორღაც შეძლო და ინსტაზე დაპოსტა. ყველამ დაამუღამა, რომ ონლაინ ტროლი ხარ და ვერავის რესპექტი შეინარჩუნე. შენთვის ონლაინ შიკობა ავტომატიკა, ამიტომ ვერავის ხვდები ნეიტრალურზე. ჩემი კარგი მოვყან მესწავლა. ამიტომ ვერავის ხვდები ნეიტრალურზე, მაგრამ ბეთლზე ახურებ. მონტანა იუველირის სკილით თვალი არასდროს მატყუებს. და იცი რას ხედავ? როგორ ამბობ? სტერეოტიპებს ვებრძვიო. ხატვარი მშიერი უნდა იყოს, მაგას დღემდე ვერ ხვდებიო. მერე მაიქს უბეთლავ და ეუბნები ღარიბი არასდროს ყოფილ ხარ, რატო გევასება რეპიო. მაიცა. ტყუილი იყო პოდკასტში რას თქვი? თუ ტყუილი იყო მაიქს რაც ებაზრე. იქნებ პენტიუმს არ მაქვს მეხსიერება რამით დამეხმარე.
ნიკის უთხარი არ მინდა ჩემი უბანი რო ჩავრთო, მე ბეთლზე ებლატავე, ყლე არავის მოჭამო. ამდენი ბეთლი და ამდენი ბაზარი. ბოლოს რას ფიქრობ, რატო არ ვიცით? ერთ აზრზე გაჩერდი, ხო თბილისელი ხარ, ჩამოყალიბდი. აი, გორილა ვარო, თქვი და ყველას გაეცინა. ტოტომ ძროხებს ტყნავო. და ყველას გაეცინა. და ქურუმმა იწოდა ნეხვიჭამია და ალბათ მაგათაც პატივს ცემს. მაიკმა გითხრა სუნიაგდის დაიბანეო და პირველი რიგიდან თავი გაწიეს. ეს ყველაფერი ბანალურია. ასე შეიძლება ბეთლის წააგო, მაგრამ არაბის უთქვამს ეს რეპი არ არის, უცენზურო სიტყვებია მარტო. ყველამ გაიცინა, ყველა დათანხმდა. ამაზე ხალხმა ვერსები ააწყო. ყველა შეთანხმდა რომ შეგეფერებოდა, აი მანდ უნდა გეკითხა რატო. მე ვარ ალკოჰოლიკი, punchline-ს ყველა ბარში ვსვამ. ხო თქვი? ოჯახ, კაია. მაგრამ ეხა ეს ნახე. ამ ბეთლში რო დათვალონ პანჩები გახვალ ისეთი ფხიზელი თითქოს გედგა ზონდი. ალკოჰოლიკო, გადახედე ანგარიშს, ნახე ჩემკენა ყველა შოტი. რით გაიქარვებს დარდებს პანკირებელა. წავა და ზელიონაია მარკას გადაკრავს, როგორც კი შანსი ექნება. შენ ხარ ბეთლრეპის ექსკრემენტი, არასდროს ჩემზე მეტი. მე ვარ ის, რასაც შენი ბრალებ, შენი 15 წუთი გაჩუქე, შეგიბრალე. შენ კი არ მოგიტყან დიზასტერი, დიზასტერს მოუტყან შენი თავი. აი შენ კი მოგიტყან ბევრი რამე. ჯუსის და ლილ ფიფის ხსოვნა იყოს. შევეცი მეტალს და მოკითხვა ვილ სმითს გავარტყი როკს. რატოა ყველა მეტალჰედი ასეთი ქორნი? ლაპარაკობს მეტაფიზიკაზე რომ დაგვაჯეროს რომ წერალია. აქ ხო ყველას აქვს თავისი ჰიპ-ჰოპ ტაძარი. აქ ხო ყველა ცოდნის შადრევანია. შენი ფლოუ ყურიდან დენა სისხლის. გონება კერხერმაც ვერ გაწმინდა. მოკითხვა ნიფსის, ჩემია კაპელა 60-ის, პანჩები ყველა წმინდა. შენ როცა ამბობდი ვერსი ჩემ წინა დადე, მე აი ამ საქმეს ვაკეთებდი. მაგდონეს ვერ დავჯერდები. მე უფრო თესლი ვარ ვიდრე დაბადებამდე, ჩემი მე ვარ უფრო თესლი ვიდრე დაბადებამდე. ჩემი ქმნილებაა პროკრეაცია, საქმეშვები ასეთების გამეტებით. კარგი. შენ თავს გახვედი, პედალს ფეხი აუშვი, როგორც კრაუდს უნდა მასეშვები. შენი კარგი გამოსვლა როგორც პროსტატის ჯირკვალი სანთლითაა საძებნელი. ჩემი ხო გავისწორე. აი ეს ხდება, როცა ტრაკის თამაშს არ ეშვები. მოდი ხარ მოუმზადებელი ბეთლზე, გონია რომ ამ ჟანრზე ხო კაი. ვიღაც ტიპს უბეთლა white bar-შიო, ხო? შეურაცხმყოფელი რაღაც თქვი ჩემზე. ბოლოს გაიჩიტე ფრედი მერკური და ვიღაცა ტიპს დააკვდი ყლეზე. რაუნდი, შეო რაუნდი. ოკეი, ნახე. ჩემთვის ამ ბეთლში აი ეს რა ვარ უყურო ეკრანისთვის რო არ მეყურებინა ამ ბეთლში გამარჯვებული იქნებოდა სტიჩი. გამომდინარე იქიდან რომ ეს არის პელე და ეს არის no name ახალი არტისტი სტიჩი, მაგის გამო ჩემი აზრით ხმის მიცემა არ ღირს პელესთვის. პელესგან მიჩვეულები ვართ ესეთ კარგ აკაპელა ბეთლებს შესაბამისად ვისგანაც არ ვიყავით მიჩვეულები და არ ვიცოდით საერთოდ ვინ იყო და რა იყო. ეგ აღმოჩნდა სტიჩი და გამისწორდა მე ჩემთვის მაგალითად ამ ბეთში გამარჯვებული სტიჩია. პელეს ალბათ უფრო მეტი შეეძლო რო თქვა ცოტა რაღაცნაირი იქნება, მაგრამ კაცია და გამოვნება. ჩემი მოსაზრება ესეთია რომ ბევრად რაღაცა ბევრად მაღალ IQ-იან ბევრად სიღრმისეული პანჩლაინები ქონდა სხვათა შორის, ბევრად რა, ბევრი. ხო და მაკედან გამომდინარე მომეწონა ძალიან პერფორმანსი არ მომეწონა და მაგრამ ოკეია რა პირველია დაიხვეწება
როგორც პროექტი, ასევე ყველაფერი, რაც ამ პროექტთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვართ Fantastic Four-ში, ნებისმიერი სახის ვიდეო შეგიძლიათ გადაიღოთ იდეის დონიდან მონტაჟის ჩათვლით, რენდერამდე დასრულებული. აქ ამ ადგილას პროფესიონალი სტაფი გვერდით სანამ ვიდეოს აწყობთ შეგიძლიათ დატუ დაიხატოთ. თქვენ უყურებთ ჯოინერ ლუკასის საავტორო გადაცემას ზიკოსთან, მე მისი უცვლელი წამყვანი ნინი ბადურაშვილი გახლავართ. მოვალ შეხვედრამდე.